რამე სხვა თემა არსებობს თუ არა დღეს, რომელზეც მე და თქვენ შეიძლება ვისაუბროთ ამ ეთერში, თუ არა ეს უმძიმესი ამბავი. თავის მხრივ თვითონ დაავადება უმძიმესი პროგრესირებადი, რომელიც ხშირად ძალიან მძიმე დასასრულით მთავრდება ხოლმე და ამ ყველაფერს ამძიმებს ისიც, რომ ორი თვეა ითხოვენ ეს ადამიანები, რომ მათ დაელაპარაკოს მაგალითად ირაკლი კობახიძე. ოღონდ ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციასთან ჩააყენეს პოლიცია და არავის ესმის მათი ხმა. აი ეს გამოსვლები ისევე როგორც მანამდე აქონდროპლაზიის დიაგნოზით დაავადებული ბავშვების, მშობლების გამოსვლები, მანამდე იყვნენ სიმსივნით დაავადებული ადამიანები გამოდიოდნენ, იფიცებოდნენ. ნიშანი არის რა ღრმად უსამართლო და უთანასწოროა ჩვენი სახელმწიფო. ღრმად ადამიანი, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი აქ, რომელსაც რაღაცა ჭირდება, არავინ არ არის. აკაკუნებს კარზე, რკინის ქალამას ჩაიცმებს მშობელი ბავშვის გულისთვის, რაც რა გააკეთებს. მეორე მხრივ რა არის, ჩვენთან არის ახალი ავტოპარკი, რომელიც შეიძინა საქართველოს პარლამენტმა. იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძველი დაძველდა ის მანქანები, რომელიც პარლამენტარებს ყავდათ, ეგრეთ წოდებულ პარლამენტარებს, რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთეს ზეფუფუნებაში ყავდეთ ეს შემადგენლობა, ხელფასები აიწიეს, ხო? აი ეს ღრმა უსამართლობა, რაც ამ ბავშვების თავს ხდება, ეს არის რეალურად როგორი არის ჩვენი სახელმწიფო დღეს, ქალბატონო ინგა. ღრმა უფსკული, ერთი პატარა ჯგუფი აქეთ, რომელიც აზის შენი სახელმწიფოს რესურსებს და კაფავს მიაქვს სახში, მიაქვს ოფშორულ ზონებში არ დაგვავიწყოს, საქართველოშიც არ იხარჯება ეს ფული და მეორე მხარეს საქართველოს მოქალაქეები. ის ადამიანები, რომელსაც რა ვიცი, ყველაფერზე წავლენ, დარწმუნებული ვარ, იმისთვის რომ ბავშვები გადაარჩინო. მნიშვნელოვანი რაღაც უნდა ვთქვა. ყველა მშობელი მიუხედავად იმისა, ბავშვი როგორ ყავს, იქ უნდა იყოს დღეს. იმიტომ რომ დღეს, როდესაც დუშენის საკითხზე გამოვდივართ, ამის წინ სიმსივნეზე, ხვალ ვიღაცას სხვა რამე დაჭირდება, ეს ზოგადად ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს ზოგადი დიაგნოზია. სოლიდარობა ამ ჩვენ ჯგუფებს შორის აუცილებელი. მე სადაც შემიძლია ყველგან დავდივარ, მაგრამ აი ვინც დღეს უყურებს ტელევიზორში, ხო? ხვალზე გამხავს მხარში უნდა ამოუდგეს, იმიტომ რომ ხვალზე მას ჭირდება ჯანდაცვის დაფინანსება და ჩვენ სახელმწიფოში თუნდაცნობი როგორ ხდება, ხო ვიცით? თუ შენი ბიძაშვილი არ არის ვიღაცა, გამგებელი, ან მინისტრის მოადგილე ასე შემდეგ, რამდენიც გინდა იმდენი მაგალითია, თვეებით შეიძლება ოპერაცია უკვე ჩაიტარო და იმ დაფინანსებას ელოდო, ხო? ეს არის ის ფეოდალურ მათხოვრული სისტემა, რომელიც აქ შენდება. ხო და მან საინტერესო ისიც არის, ხო, თქვენ სწორი აქცენტი გააკეთეთ, ეს რეალობა ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ სიმპათიას საერთოდ ვერ განასხვავებს. ჩვენ იქ ვნახეთ, მე ჩემთვის ძალიან შემაწუხებელი იყო ხუჩაბაც რეაქციაში კახაწიქარიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ჯანდაცვის მინისტრანო შეხვედრაზეო მე თავი შევიკავე, არ მივედი, იმიტომ რომ პროტესტში ვარ ჩართულიო და აი როგორც სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ანუ როცა შენ ზუსტად იცი, რომ თუ შენ გაქვს განსხვავებული პოზიცია და თუ შენ ებრძვი ამ ხალხს, ვინც ქვეყანას მართავს, მაშინ შენ უკვე ხვდები, რომ თუნდაც შვილის უმძიმესი დიაგნოზი გედოს წინ, მაინც იქნებ ჯობდეს თავი შეიკავო, იმიტომ რომ არ დაზარალდეს საერთო საქმე და მეორეს მხრივ იქ ვნახეთ ჩვენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მე ოცნების მხარდამჭერი ვიყავი და დღეს აქ მოვედი და პოლიცია დამიყენა წინ კობახიძემ და არ ესმის ჩემი თხოვნა, რომ შემხვდეს და დამელაპარაკოს. ეს აჩვენებს იმას, რომ ყველას შეიძლება მიადგეს სხვადასხვა ფორმით, დაავადება იქნება ეს სამართალი იქნება თუ რეპრესია სხვადასხვა ფორმით გამოხატული. ან აი თქვენთანაც მინდა რომ დავსვა ასეთი კითხვა, ძვირია წამალი, ჩვენ ეს გვესმოდა, როდესაც 2 წლის წინ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების ძალიან მძიმე აქციებს ხედავდი და წვიმა და ქარი იყო და მათ იმის საშუალებასაც არ აძლევდნენ, რომ იქ ცელოფნით დაეცვა თავი წვიმისგან, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ შედეგიანი ყოფილა წამალი, რომელსაც ითხოვდნენ მშობლები. აი ეხლა შესაძლებელია აქ რომ დისკუსია გქონდეს თქვენთვისაც ეთქვა ვინმეს, რომ იცით რა ძალიან ძვირია ეს წამალი. აი საიდან უნდა მოიტანოს ამ დროს ფული? პრიორიტეტების საკითხი დგება ხო დღის წესრიგში? საქმე იმაშია, კითხვა უნდა დაისვას. რა არის მთავარი ჩვენს სახელმწიფოში? და ჩვენ ბიუჯეტს რომ თვალი გადაავლოთ,
უცებ მივხვდებით, რომ ჩვენი მოქალაქეები კი არ არიან აქ მთავარი. მთავარი არის იმ პატარა კორუმპირებული ჯგუფის შენარჩუნება და ის ჯგუფიც სანამ შესაძლებლობა არის, ხო იცით როგორ არის? აქ რო იყოს სტაბილური ავტორიტარიზმი, ეგ დიდხნიანი იქნებოდა. მაგრამ როდესაც აი ყოველთვის რაღაცა რყევებია და მიმდინარეობს, ხო წინააღმდეგობა, ეს ადამიანები ყოველთვის ეს ნაჩვენებია, უფრო არიან ჩასულები, რომ სწრაფად გაკეთდეს ფული. მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. მსოფლიო ვეტერინარის დღეს აპირებს რომ აღნიშნოს სურსათის სუვნებლობის სამსახური თურმე და დაახლოებით 200,000 ლარი უნდა გადაიხადონ, 3 დღე უნდა იზეიმონ გაატარონ სასტუმრო პარაგრაფში. ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო პარაგრაფში. ასევე მეორე ნახევარი კიდევ რამდენიმე 100,000 ლარი საპროტოკოლო ღონისძიებებში უნდა გაატანონ და მოიყვანოს უნდა პროტოკოლმა სამარშრუტო ტაქსებით და წაიყვანოს ხალხი შესაბამისად დასავლეთ საქართველოში. აი ჩემი აზრით ეს ერთი მაგალითია პარაგრაფში გასროლილი 200,000 ლარი, ერთი პატარა მაგალითია ავტოპარკთან ერთად. ანუ ჩვენ რომ რაც აუცილებლად გასაკეთებელია, მე ვიცი რომ ამაზე ყველა თანხმდება. არ არსებობს არა მგონია ვინმე რომ თქვას რომ ჩვენ ხა ის მანქანების პარკი რომელიც აქვს ჩვენს ჩინოვნიკობას უნდა შევინარჩუნოთ. ჯერ მარტო აქედან აი იმ სამანქანო პარკიდან რომელიც ემსახურება ჩვენ ჩინოვნიკებს, მათ შორის საკრებულოებს, ხო, რომლებიც თვეში ერთხელ აქვს ხდომა და უმეტესობა მათგანს უმეტესობას მანქანები ეკუთვნის. ამათ აქ ჩასხმული ბენზინი, აქ რემონტის ხარჯი, ეს არის მილიონობით გაერში გასროლილი ლარი. ეხლა გადავიდეთ იმაზე, ჩვენი ჩინოვნიკების შენახვა რა გვიჯდება იმ ხალხისა, რომელიც აი აწარმოეს საქართველოს ეკეთყვით. ეხლა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ სოფლიოს უდიდესი გიგანტი ყავის კაფეების ქსელი შემოდის საქართველოში. ვინ? რატო აქვეყნებს ამ ინფორმაციას? აწარმოეს საქართველო, რომლის მთავარი ამოცანა არის და რომელსაც ვერასრულებს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა. ადრე რაღაცებს კიდევ ფაფხურობდნენ. ამ ბოლო დროს იქ ხალხი აღარ დარჩა ან პროექტის გამკეთებელი, ან კარგი იდეის განმახორციელებელი. აი ჩემი ნება რო იყოს, მივადგებოდი და სულ აი ქირურგიული სკალპელით უნდა წაართვა სახელმწიფოს აი ასეთ ჩინოვნიკებს რესურსი და უნდა მისცე ხალხს. ანუ ჩვენი ნახეთ პრობლემა რა არის? ჩვენ გვაჯერებენ რომ ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ. როგორ ახარ ღარიბი ქვეყანა? აგერ დმანისია რა კარგი მაგარი. აგერ არის RMG. ქაფავს მე და თქვენ ოქროს და გამოიხედავ და ჩაქცეული უბედური უღარიბესი რაიონი არის დმანისი. უმდიდრესი საერთაშორისო კორპორაციით, რომელსაც საქართველოსთან გააქვს ოქრო. ღარიბები ვართ? არა ვართ ღარიბები. უბრალოდ ჩვენი რესურსი აი ასეთი ბავშვებიდან, ხო? მათი მშობლებიდან ვიღაცა სხვაგან მიაქვს. ყველაფერზე უნდათ რომ ვისაუბროთ, სხვა შორის აი ამ ბოლო დროს ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა. ყველაფერზე უნდათ ვისაუბროთ, გარდა იმისა, რეალურად რა პრობლემებიც აწუხებს ამ ქვეყანას, ისევე როგორც ორბანთან მიმართებაში თქვა მადიანმა, რომ საუბრობდა ყველაფერზე, აიათოლაზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებზე, ყველაფერზე გარდა იმაზე, რაც აწუხებს უნგრელ ხალხს და აი ზუსტად ანალოგიური არის ჩვენთანაც. სინამდვილეში მათივე პრესკონფერენციებიდან ვიგებთ, რომ სოციალურად დაუცველებზე ფულს ტეხავენ, საბავშვო ბაღებზე ფულს აკეთებენ, ჯარისკაცებზე ფულს აკეთებენ, მერე ციხეში მიდიან, მერე გირაოს იხდიან, გირაოთი უშვებენ და აი ამ რეალობაში გვაცხოვრებენ და ამ დროს ჩვენი მოსახლეობა უბრალოდ დრო აღარ რჩება, რომ დაფიქრდეს და იფიქროს იმაზე, სინამდვილეში რა არის მისი მთავარი გამოწვევა, ხო? მისი მთავარი პრობლემა კორუფცია, ანუ არის მთავარი რაც არის ამოსაჭრელი ამ ქირურგიული ოპერაციის დროს, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ აი ეს საჭიროა ეს ოპერაცია. ნომერი პირველი არის რის გამოცვლილებები უნდა დადგეს ამ ქვეყანაში თქვენი აზრით კორუფცია? ნომერი პირველი პრობლემა ეგ არის და პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ სისტემასთან. იმიტომ რომ ჩვენ რომ საუბრობთ რუსული სტილის ავტორიტარიზმზე, არ გვჭირდება შორს გახედვა. შეხედეთ რუსეთს, როგორ ცხოვრობს ოლიგარქიული ელიტა მოსკოვში და ცოტა გვერდზე გაიხედეთ, რუსეთის რეგიონებში ადამიანებს გადარჩენის შანსი არა აქვთ, ეს ხო ვიცით. ეს მოდელი ყველაზე კარგი მაგალითი აფხაზეთი, ხო, წაიღეს აფხაზეთის ოკუპაცია მოხდა, იფიქრებდა ადამიანი, რომ რა თუნდაც იქნებ რაღაცა გააკეთონ იქ და რა გამოვიდა აფხაზეთისგან, ხო? რა გამოვიდა აფხაზეთის პოტენციალის
0.1%-იც არ არის ათვისებული. ერთი მიშვებული კრიმინალით, ნარკოტრაფიკით, ყველანაირი იმითი რა ქვია, დემოგრაფიული პრობლემაც აქვთ მათ და ეს არის ჩვენი მართვის მოდელი. მე მაგალითად მინდა გითხრათ ჩვენ ხალხზე სკოლების რემონტის საკითხი, რომელიც თავის დროზე წამოვწიეთ. დავდიოდი გემახსოვრება წინა კამპანიის დროს და ვამბობდი, რომ სკოლების არაერთი სკოლის რემონტია დაწყებული და დამთავრებული არ არის. კი, ვითომ დააკავეს ვიღაცების სკოლებთან დაკავშირებით, მაგრამ პრობლემა ადგილზე, ახლა ჩვენი მოსახლეობა მანავში, კი ბატონო, გირაო გადაიხადეს, გამოვიდა, ეხლაც კიდევ პროტესტი არის მანავში, აქვე, რასთან დაკავშირებით? ნაძალადევშია. ადამიანები რას ითხოვენ? იმას კი არ გითხოვენ Mercedes Maybach-ს. ადამიანები ითხოვენ სკოლას, ამ დონეზე ვარ დაყვანილები. მაგრამ მე მგონი ჩვენი ხალხის კი ცდილობენ რომ გადაიტანონ იმაზე ბრუსელის და ვაშინგტონის საქმეებს გვირჩევენ ჩვენ, როცა ჩვენ მეუბნებით რომ რა გააკეთე იმისთვის რომ მე ნორმალურად ვჭამო აღდგომას სადილი, რომ მე ის კი არ ვქნა, ანუ რა იყო ნახეთ პრობლემები რეგიონებში. ადამიანები ითვლიდნენ რამდენ ახლობელს დაპატიჟებენ, იმიტომ რომ სადილს ვერ აწყობენ ყველასთვის, ყველა თესავისთვის. ეხლა ამაზე უარესი ანტიქართული ნაბიჯი რაც არის ეგრო შენ ქართულს დაუშალო, იმიტომ რომ საშუალება არ აქვს ერიდება, რომ თავისი ოჯახი დაპატიჟოს სადილს, არ ვიცი მე რა. და სკოლებზე საუბრობდით თქვენ და მთავარი პრობლემა რა არის? ეხლა ბოლო დღეების ამბავი იყო სასკოლო ფორმებზე რომ გვესაუბრებოდნენ და ამ დროს ცხოვრობთ ქვეყანაში, რადგან სკოლების თემას მივადექით, ხო? სადაც ბავშვები უბრალოდ სკოლაში გაკვეთილებიდან გაკვეთილებამდე ვერ ჭამენ. ანუ ბავშვებს ყოველი მეხუთე ბავშვი ჯერ კიდევ კვირიკაშვილი გაუშვეს ნოდართან ერთად ვიხსენებდი თავის დროზე ამის მომიზეზებით რომ UNICEF-ის კვლევა დაიდო და ყოველი მეხუთე ბავშვი შემთხვევაში არაფერი არ შეცვლილა ამ ქვეყანაში კიდევ უფრო გაძვირდა ცხოვრება და სკოლებზე როცა ვსაუბრობთ ბავშვები ისე მიდიან და ისე ბრუნდებიან სახლში და ეს არის ძალიან დიდი ნაწილი ამ ქვეყნის რომ საჭმელს ვერ ჭამენ ანუ ეს საკითხი არ არის ამ ქვეყანაში მოგვარებული და ჩვენ საუბრებია როგორი ფორმა უნდა ეცვას ბავშვს. შესაძლებელია ძალიან კარგია ის ფორმა და შესაძლებელია ამაში ცუდი ვერაფერი დავინახოთ, მაგრამ მე გახსენდება რომ აი საშუალო ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე ოჯახს, რომელსაც ყავს 2 ან 3 შვილი, შეიძლება ეს ისეთ მძიმე ტვირთად დააწვეს, იმიტომ რომ ის ფული სად უნდა იშოვოს, ხო? რითიც ეს სკოლის ფორმა უნდა შეუძინოს ბავშვს. აი რაღაცა წარმოუდგენელ რეალობაში ვარ და ისინი ჩვენ გველაპარაკებიან თემებზე, რომელიც თითქოს საერთოდ არ გვეხება, ხო? ეხლა ეს ხო გასაგებია, ისევე როგორც ამ 6 წლიანი მანქანების შემოყვანის საკითხი, ისევე როგორც უსერიოზულესი მაფია, რომელიც არის ტარების ნებართვებთან დაკავშირებით. მე ახლა ამას ვარკვევ, იქ რამხელა მაფიაა და ყოველ წელს რამდენი მილიონი ამოდის, იმიტომ რომ ისე არის ტესტები გაკეთებული, რომ ადამიანები 5-ჯერ, 6-ჯერ ვერ აბარებენ და ყოველჯერ სკოლას ახლიდან გადიან. ეს თემაც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ვიღაცის ფულის კეთების მცდელობას. რა თქმა უნდა, თორე ქვეყანაში, სადაც სიღარიბის თემა არ არის, ხო, იქ ფორმის საკითხი არ დგება. შენ ადეკი და მომიგვარე მის თემა, რომ ადამიანს ჰქონდეს საკმარისი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებული ბიზნესი დღეს საქართველოში არის მეორადი ტანსაცმლის. ეს არის დამახასიათებელი რა ქვეყანაშია შენი რა მდგომარეობაშია შენი ქვეყანა. არა იმიტომ როგორც საფრანგეთში და შვეიცარიაში ახლა ხშირად დავდივარ ლექციებზე. არა იმიტომ რომ იქ პრესტიჟულია და ეკო ბიზნესით დადის ადამიანი მეორადი მოხმარების ტანსაცმლის მაღაზიაში. საქართველოში ხალხს არ აქვს საშუალება ელემენტარულად თუ ახალი ხელი ტანსაცმელი იყიდოს. თვეში ერთხელ თუ 2 თვეში ერთხელ. ეს პრობლემა მომიგვარე შენმე. ხა მადიარზე მინდა ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. მე კარგა ხანია დაბლოკილი ვარ საზოგადოებრივ, ეგრეთ წოდებულ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, 2 წელზე მეტია დაახლოებით და მადიარმა საიდან დაიწყო ადგა და პირველი მივიდა იმ პროპაგანდისტულ არხებზე, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა და ამიტომ თიკა ბერძენიშვილს მინდა გაუგზავნო აქედან გზავნილი, სხვათა შორის, იმიტომ რომ აი მე ზუსტად ვიცი რომ მისი პირადი ბრძანებით ვარ შავშიაში შეყვანილი სახელმწიფო ტელევიზიაში, სადაც სხვათა შორის მივიხდით 80 მილიონ ლარს ჩვენი ჯიბიდან. და აუცილებლად ადრე თუ გვიან ცოცხალი თუ ვიქნები და ჯამთალი თუ ვიქნები, მაგას ამისთვის მე პასუხს ვაგებინებ. იმისთვის რომ იმ ხალხს, რომელიც მე მხარს მიჭერს, აი იმ ხალხს არ აძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ტელევიზიიდან მოისმინოს სიმართლე. აი ხო გამოუვიდა, ვის ეგონა რომ მადიარს ეგ გამოუვიდო და იქ მისვლა და ამის თქმა.
აი ამას ვამბობ მე თქვენს წინაშე და ღმერთის წინაშე გაიგო საკედან. იმიტომ რომ ამ ბოროტების მსახური ქალბატონო ინგა რაც დღეს ჩვენს წინაშე ეს არც პიროვნული არ არის. ეს სისტემა არის ჩაგვრაზე აგებული სისტემა. სისტემა არის, რომელიც გამოდის და ამათხოვრებს ადამიანებს იმისთვის, რომ გადარჩნენ და იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ჯიბიდან 600 და 700 ლარიანი ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადს იხდიან. იცით, ჩვენმა ხალხმა არ იცის, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც ადამიანები, რომელსაც აქვთ დაბალი ხელფასი, $12,000-ზე ნაკლები ხელფასი თუ გაქვს, შენ საშემოსავლოს არ იხდი. ჩვენ ქვეყანაში იმდენად ცუდი და უსამართლო საგადასახადო სისტემაა, რომ დამლაგებელიც კი იხდის საშემოსავლო გადასახადს და მე იმას წამალი რო ჭირდება, საცხოვრისი რო ჭირდება, გზა რო ჭირდება, ნორმალური გამოდის და ემათხოვრება რომელიღაცა ფეოდალს და რომელიღაც გამგებელს. ეს არის ჩაგვრელი ბოროტის სისტემა. ვინც მასთან აშენებს, მან აუცილებლად პასუხი უნდა აგოს. და როგორი ნათელია, ხო, სინამდვილეში აი ხა რადგან თქვენ წამალზე საუბრობდით, საჭიროებებზე საუბრობდით, როგორი ნათელია, რომ სინამდვილეში საქმის კეთება კი არ ხდება, არამედ აი ისევ ადამიანების ყურადღების გადატანა, ეხლა გავიხსენებდი მაგალითად ფასების კომისიას, რამდენიმე კომისია რო შეიქმნა, რამდენიმე სამუშაო ჯგუფი რომ შეიქმნა, იმიტომ რომ ფასები უნდა გაიაფებულიყო, ოღონდ პირიქით ზვირდება ამ ქვეყანაში და როცა ჩვენ საუბრობთ აი ამ ტიპის საჭიროებებზე, აუცილებლობაზე, ადამიანს წამალი სჭირდება, საკვები სჭირდება, ბავშვი მშიერი არ შეიძლება გაკვეთილებზე დადიოდეს და მე ამ დროს სახელმწიფო მელაპარაკებოდეს, როგორი ფორმა უნდა ეცვას ბავშვს, იმაში როცა მის ოჯახს საშუალება არ აქვს, რომ საჭმლის ფული მაინც გაატანოს ბავშვს, ხო? აი ამ შემთხვევაში დგება მთავარი კითხვა, რომ რანაირად შეიძლება ჩვენ ამ ხალხს ვუთხრათ, ვისაც ჯერ კიდევ არ უნდა ამის დანახვა, ან ვერ ბედავს ხმის ამოღებას, რომ ეს ძალა, პოლიტიკური ძალა, რომელიც მე-14 წელია მართავს ამ ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდით, არის გასაშვები. აი ამ შემთხვევაში თქვენ რას ეტყოდით დღეს მათ? ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ჩემი აზრით, რომ იმ თუნდაც ის ხალხი, რომელიც ხმას ბოლო არჩევნებზე ხმა მისცა ოცნებას გარკვეული შიშის გამო ამ ისიც ხედავს ამ რეალობას, ეხლა ვიყავი მე ლაგოდეხში და ველაპარაკე ხალხს, მათ შორის მათაც ვინც პირდაპირ მითხრა, რომ მე გარკვეული მიზეზების გამო ვარ ოცნების მომხრე, მაგრამ იმავე ადამიანმა მითხრა, რომ სოფლები დაცლილია, რომ ბავშვები სკოლიდან გადიან, იმიტომ რომ უცხოეთში მიდიან. ხო ვიცით სტატისტიკა, საქართველოში შარშან ყველაზე ნაკლები ბავშვი დაიბადა რეკორდულად და გარდა ამისა 20,000-ზე მეტი ბავშვი უბრალოდ სკოლიდან გავიდა, იმიტომ რომ საქართველოსდან წავიდა ეს ოჯახები და ვინ ხედავს იცით ჩვენ არა კორპუსებში და ქალაქში, სოფლებში ჩვენი თანამოქალაქეები ამას ყველაზე კარგად ხედავენ. ძალიან მნიშვნელოვანია მათ უნდა უთხრათ. ყველა აი ამბობენ ამას წინათაც მითხრეს, რომ ძალიან კარგი გამგებელია სადღაც ადგილზე, ხო? ყველა ადამიანი ვინც არის სუფთა პატრიოტი ადამიანი, სადაც არ მუშაობდა ის სუფთა, მას არ აქვს დანაშაული ჩადენილი. მას აუცილებლად ექნება ადგილი ქართულ სახელმწიფოში. ჩვენ ცოტანი ვართ, ჩვენ არ შეიძლება დავტოვოთ ვიღაცეები გვერდზე, იმიტომ რომ იმაში იყავი, ან იმ პარტიაში იყავ. ეს არ შეიძლება. ჩვენ უნდა უთხრათ, რომ ხალხნო, ჩვენ მე ვიცი, რომ მათი უმეტესობა არიან პატრიოტები, არიან როგორც ვიტყვით, ჯიგრები და მათ აქვთ ადგილი ქართულ სახელმწიფოში იმ ხალხს, რომელიც არის სუფთა. დროზე უნდა გაიაზრონ, რომ ამათთან თანამონაწილეობა ჯერ ერთ-ერთი ეს ამბავი მთავრდება, ეს ამბავი დამთავრდება. აგერ ხო ხედავთ, იმას რა მოუვიდა, უნგრეთს რა მოუვიდა, ბოლო წუთამდე ამბობდნენ, რომ რაღაცას გააკეთებს, რუსეთი რაღაცას გააკეთებს. ხო ხედავთ, როდესაც ხალხი მოტივირებულია და შესაბამისი პირობები ჯდება, ეს ამბავი დასრულდება. უნდა დასრულდეს, ოღონდ ჩვენთვის საუკეთესო კარტებით უნდა დასრულდეს მშვიდობიანად, უნდა დასრულდეს წყობში, უნდა გადმოგეცეს ხალხს ძალაუფლება და ვინც დააშავა, იმან უნდა აგოს პასუხი. ორბანისგან განსხვავებით ბიძინა ივანიშვილს ეტყობა რამე, რომ ძალაუფლებას დათმობს, თუნდაც იყოს უდიდესი უმრავლესობა ამომრჩევლისა მისული არჩევნებზე. თქვენ ასეთი შთაბეჭდილება გააქვთ? მე მახსოვს ის კადრები, არაერთი კადრები, მათ შორის კადრები ედუარდ შევარდნაძის, რომელიც ასევე პატარა ბავშვი ვიყავი მაშინ და ასევე არსაწასვლას არ აპირებდა. არავინ არსაწასვლას არ აპირებს, იმიტომ რომ
უსაფრთხოების სამსახურები ეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის, შენ ყველაფერს აკონტროლებ, ყველას უყვარხარ და ასე შემდეგ. ეს არის ჯგუფური აზროვნება, ეს არის ფსიქოლოგიური ტერმინი, რომელიც მკვიდრდება ხოლმე აი ამ ავტორიტარების გარშემო. ამიტომ მათ ბოლო დღემდე არ ჯერათ, რომ ხელისუფლება გადასაბარებელია, მაგრამ ადრე თუ გვიან, მაგრამ მე ვფიქრობ, არც თუ ისე გვიან, ეს მომენტი შესაბამისი პირობების შემთხვევაში საქართველოში აუცილებლად დადგება. თუ ავიღებთ ტუნისის შემთხვევას, მაგალითად, როდესაც არაბული გაზაფხული დაიწყო, არავის არ ეგონა, რომ ტუნისის მმართველი მაშინ სადმე წავიდოდა. ერთ დღეს მოხდა ყველაფერი. ხო ხდებით? მე არ მინდა არავის დაუთესოთ პარანოია, რომ აი კიდე გვაკონტროლონ, რაღაც უნდა გვაკონტროლონ, ყველაფერს აკონტროლებენ, ტროტუარებს აკონტროლებენ, რისი დაშავება შეეძოთ. ყველგან შემოვიდნენ, სახლში შემოვიდნენ, გარაჟებში შემოვიდნენ. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ უკმაყოფილებას, ამ ბრაზს, რომელიც ხალხს აქ და რომელიც შიშიდან ეუბნება მათ, რომ შენ ხარ ჩემი ისა, რა ქვია, არქიფო, ხო? ამას მაინც ვერ გააკონტროლებ, ეს გამორიცხულია. ამას მსოფლიო ისტორია გვიჩვენებს და ჯობია წყნარი, დაგეგმილი გარდაქმნა. მადლობა, ანა, მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, რამის დამატება